გაგრაში +18 გრადუსი, წვიმიანი დღე იქნება. სოხუმში წვიმს და 19 გრადუსს გვერდებიან სინოპტიკოსები და რაც შეეხება ზუგდიდს, აქაც 19 გრადუსი და წვიმა. გადავინაცვლოთ სვანეთში, მესტიაში +15 გრადუსი და წვიმა იქნება. რაც შეეხება ფოთს, აქ 19 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა. მზეანავარაუდები, ბათუმში წვიმს და 19 გრადუსი არის მოსალოდნელი. ოზურგეთში 23 გრადუსი და ღრუბელია, თუმცა მზეც გამოანათებს, ქუთაისში 19 გრადუსი და წვიმა. ამბროლაურში წვიმს, 18 გრადუსს გვერდებიან სინოპტიკოსები, რაც შეეხება ახალციხეს, ხედავთ რომ ღრუბლებშია გახვეული და 19 გრადუსი გვეუბნებიან. ბორჯომში წვიმს, 14 გრადუს ტემპერატურის თანხლებით, ბაკურიანში კი 13 გრადუსი გელოდებათ და ასევე წვიმიანი დღე. რაც შეეხება გორს, აქ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და 21 გრადუსი, ცხინვალში 19 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა, სტეფანწმინდაში 15 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი. გუდაურში წვიმს 13 გრადუსი. თელავში გამოკაშკაშდა ჩვენი მზე 27 გრადუსი ტემპერატურა. რუსთავში ცხელა ძალიან 30 გრადუსი. და ჩვენს დედაქალაქ თბილისშიც არ აკლებს 27 გრადუსს შეგვპირდნენ ჩვენი სინოპტიკოსები. უმეტესად მზიან დღეს, ღრუბელიც ჩანს, მაგრამ დაჯაბნის ხოლმე ამ ღრუბელს მზე და ეს ძალიან გვახარებს ყველას და ტემპერატურა არაჩვეულებრივია ყოველ შემთხვევაში.